ახლა თუ არ გადავიღებ ამ ვიდეოს, მე ამასაც ვინანებ. 3 თვის წინ ბაზრობა იყო ცარიელი, ახლა 200-მდე ავტომობილი არის განთავსებული. ერთი რაღაც მართლა ძალიან მენანება. 3 თვის განმავლობაში 90-მდე ავტომობილი გავყიდეთ და არც ერთი გაყიდვა არ გადამიხია. და დღეს არის 21 მაისი, ზუსტად 3 თვე გავიდა, რაც ავტობაზრობა გავხსენით. და ახლა რომ ვფიქრობ, თითქმის ყოველ დღე ერთი მანქანა იყიდებოდა. ზოგი საქართველოში დარჩა, ზოგი ექსპორტზე გავიდა ირანში, უკრაინაში, ყაზახეთში. და უცებ მივხვდი რომ პლუს 90 ავტომობილი უბრალოდ გაქრა კადრების გარეშე. ხალხი დღეს რასაც ხედავს, იმას იჯერებს და მე მთელი ეს პროცესი კამერის გარეშე გავატარე. და იცით რა, ალბათ ეს ვიდეო იმიტომ უნდა გადამეხო, რომ 3 თვის მერე მაინც დამიფიქსირებინა ეს მომენტი. 3 თვის განმავლობაში ჩვენს ავტობაზრობაზე შემოვიდა 300-მდე ავტომობილი. ეხლა ამჟამად არის 200-მდე ავტომობილი განთავსებული. ბევრი წავიდა, ძალიან ბევრი გავყიდეთ და ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ ჩვენ დავეხმარებით ავტომობილების გაყიდვაში. მოკლედ, ვისაც გსურთ ავტომობილის გაყიდვა, მოგბრძანდით ჩვენთან ავტობაზრობაზე, რომელიც მდებარეობს ნიკიაზე, რეზო ჭეიშვილის 14-ში და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ავტომობილის ნებისმიერი ავტომობილის, ნებისმიერი მარკის, მოდელის და წლის ავტომობილის გაყიდვაში.